უპირველეს ყოვლისა გეტყვით იმას, რომ სატვირთო უკვე გაყვანილია, ჩვენ ცხადი ეს საკითხი მოვიკითხეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში და გარდა ამისა დედაქალაქის მერიაში, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ დედაქალაქის მერიის დაკვეთით მიმდინარეობს ეს სარეაბილიტაციო სამუშაოები სწორედ ამ ტერიტორიაზე. ცხადია, ამ ეტაპზე დამატებითი დეტალების მოკვლევაც ვცადეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ არიან და უშუალოდ მუშაობენ, თუმცა მათგან არც ერთი მათგანი ჩვენთან საუბრისას არ ამბობს, არ საუბრობს დეტალებზე, მათ შორის არ გვეუბნებიან იმას, ნამდვილად იყო თუ არა ძღოლი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, თუმცა ამას ადასტურებს კადრები, რომელიც თვითმხილველმა ზურაბ ბარდანაშვილმა, ფოტოგრაფმა და ჟურნალისტმა გადაიღო. ეს კადრები და ვიდეო მასალა სწორედ მან მოგვაწოდა და ფაქტით შეაფასა, აღწერა თუ რა შეესწრო, ამბობს, რომ ძალიან დიდი უბედურება შეიძლება მომხდარიყო და ეს იქნებოდა პირდაპირ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ეს არის მისი პოზიცია, როგორც დასაწყისშივე აღნიშნე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოვიკითხეთ ეს საკითხი, გვეუბნებიან, რომ მათი ინფორმაციით არ არის დაშავებული არავინ, ხოლო რა ბედიელის მძღოლს და ზოგადად დადგება თუ არა მისი პასუხისმგებლობის საკითხი, ან იყო თუ არა რაიმე ტიპის სამართალდარღვევა, ასე ოფიციალური პასუხი ამასთან დაკავშირებით მათი მხრიდან ჯერჯერობით არ არსებობს. კონკრეტული პასუხები არ გვაქვს ამ ეტაპზე არც დედაქალაქის მერიიდან. როდესაც ჩავედი რუსთაველზე, ხედავდი, რომ ეს სატვირთო ავტომობილები ყოველთვის ძალიან დიდი სიჩქარით მოძრაობენ, ექსკავატორი და სატვირთო ავტომობილები და ქვეითები ერთ და იგივე სივრცეში მოძრაობენ. და უბრალოდ დავიწყე გადაღება და ამ მომენტში დავაფიქსირო, რომ ეს სატვირთოს უკანა ნაწილი დაცულდა და მან თხრიან რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ზუსტად ერთი ნაწილი არის გადათხრილი სიღრმეში, სადაც მილსადენი გასკდა რამდენიმე დღის წინ და მოპირდაპირე მხარესაც გასკდა მილი, იგივე მილი გასკდა რამდენიმე დღეში და ზუსტად იმ ამოთხრილ ორმოში ჩაუცურდა უკანა ნაწილი. გასაგებია, რომ დარღვევა ისედაც ძალიან ბევრი არის, მაგრამ მუშას, ანუ პირველი რაც დავინახე იყო, რომ მუშას მხრიდან კარი რო გაიღო, დაიწყეს ამოყვანა ორი მცირეწლოვანი ბავშვის კაბინიდან. ანუ შეიძლება ხელა ტრაგედია დატრიალებულიყო, როგორც არაერთ სხვა შემთხვევაში იყო, ჩვენ გვახსოვს მარიტას ამბავი, გვახსოვს რიყის ამბები. სატვირთო რომ ამოყირავდა, უკვე გაიყვანეს? ბავშვებთან ერთად იყო და მართლა ბავშვებთან ერთად იყო? ბავშვებთან ერთად იყო მძღოლიო, ესე ამბობენ. თქვენც არ გინახავთ? სატვირთო ამოყირავებული.